ორი ძროხა სხვებსაც ახყავთ, მაგრამ მაინც იღებენ და ეხლა იმიტომ იშლება ეს კედლებიცა 61-ია შენებული. დღემდის აი ესე ვცხოვრობ ჩინკა. 900 ვიყავით, 900. ეხლა ხო 900 ეხლა ხარ ვარ 900, ორ მიღავართ მაგ. ხო დანარჩენები ზოგი აგრე ვიღაცის სახლებში შევიდნენ ზოგი და ესე იმაში ვართ რა ქვია. ორი ფულად გვეხმარებოდა სოციალური, როგორ არ გვეხმარებოდა. მე ეს სახლი რო ჩამაინგრა ეს ბავშვები ჩემ ბიჭმა გადაიყვანა სხვის სახლში. იქა ფულიც არა გვაქვს და ისიც ავარიული ბინა, მაგრამ ამ სახლს ცოტა ჯობია მაინცა. და ეს ორი ძროხა მყავს, ამათ არც ბოსელი აქვთ, არც ნაკეთი აქვთ, არც ამათ არ მიეცათ. ჩემი შვილი არსად არა მუშაობს. მარტო სახლი აქვს, სხვისი სახლია. დანარჩენი ნაკეთი არა აქვთ. ბოსელი არ აქვს, ძროხა არ აყავთ. იმ ორ ძროხას შევწკერით, მეცა და ჩემი შვილებიცა და მეორე შვილიშვილებიცა. გოგოც აქ ამყავს, ქმარგანებებულია. ორი შვილითა, არც იმას არ აყავთ ძროხა. ამ ორ ძროხას შეცქერიან რა. და მომიხსნეს სოციალური ორი ძროხა რო ყავსო, მაგიტომ მომიხსნეს. ეს წამალი სულ ყოველ დღე ვსვამ. სულ ყოველ დღე. აღნიშნულ მოქალაქეს ეთერის სიცოცხლისათვის აშიში დაავადება ფორმასის საფუძველზე აქვს დაფიქსირებული დეკლარაციაში ამდენად განემარტა მოქალაქეს წერილობითაც განემარტა 1 წლის გასვლის შემდეგ მინიჭებული სარეიტინგო ქულა არის მყარი ერთეული რომელიც წლამდე ვერ შეიცვლება მე რა მიზეზებით ჩამოთვალე იმ მიზეზების გარეშე შეუძლიათ 1 წლის გასვლის შემდეგ მე სახლიზე მენგრე იქცევა სახლიზე აი რომ მოყვეთ ფეშა მაშინ უნდა დაზღვეული იყოო. დაზღვევა კიდე საიდან გავაკეთო? მე იმის საშუალება არ მაქვს, რომ ესენი ვარჩინო. ეს ამბოდენა ისა რა ქვია. ბავშვებს ჭამა უნდა, ჩაცმა უნდა. სკოლაში რომ მივიდნენ იმათ მანეთ იყო უნდა მისცეს საიდან? დილით მიდიან არც სასაიმაში, სასადილო აქვთ, რომ ისაქნა რა ქვია. ჭამორამე. მე რომ გადავხედე, ოჯახის წევრები არიან შრომისუნარიანები. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სერვისები, მაგალითად დასაქმების პროგრამაა ჩვენთან, ესე იგი სამთავრობო პროგრამა, რომელიც მოქალაქეების დასაქმებისათვის არის ეს შექმნილი. worknet.gov-ია, ესეთი საინფორმაციო პორტალი, შეუძლიათ მოგმართონ, დავარეგისტრიროთ დასაქმების პროგრამაში და შესაძლებლობის შემთხვევაში იქნება ვაკანსიების შეთავაზება. ამეს სერვისი შემიძლია აღნიშნულ ოჯახს შევთავაზოთ. ჩავედი ჩავაკითხეთ ან დიაბეტიც მაქვს, წნევები მაქვს მაღალი. ფორმასი მოგიტანეო, ფორმასიც მიუტანე, მაგრამ მაინც არაფერი. მე ჩემ გამგებელს მივაკითხე და იმანაც განცხადება დამეწერინა, გამგეობაში ჩაიტანა, მაგრამ არც იქიდან არაფერი პასუხი არ მომიტა. ხარმა რო ისაქნა და მიწის ძვრები დაიშალა ეს ყველა.